არ მოვამზადებდი ფეხმძიმე ხინკალს და შოკოლადის ხინკალს. რაღაც აი მაგ დაგვარს. შეიძლება აი ხინკალს ფორმა შეუცვალო, რაღაც соуსი მიერთო. მაგრამ აი ხინკლისგან ვარენიკს არ გავაკეთებდი. აი ხინკლები რო ყრია და დიცომში რო არის შეხვეო და აი ძალიან პროვინციული რო არის აი ეგ. ამაც აი პროვინცია იცი რამდენად ახლოს არის ჩემთვის, იმიტომ რომ მე თვითონ პროვინციული ვარ. მაგრამ აღმოსავლურ პროვინციული არის. ანუ არ არის აი ჩვენ პროვინციასთან ძალიან შორს არის, იმიტომ რომ ჩვენი პროვინცია არის ბევრად უფრო დახვეწილი და სინამდვილეში პროვინციიდან მოდის თუ მოდის კულტურაც, ფერწერაც, ლექსიც, პოემაც. ხო, თბილისში არავის არ დაუწერია მეტწილად ყველა იყო პროვინციელი. ჩვენი რეგიონი ცოტა სხვა არის. აი აღმოსავლეთ რეგიონი და ჩვენი სამეზობლო რეგიონებში ეგ ითვლება cool და რაღაც pop-star-ად, მაგრამ ჩვენს გაგებაში ეგ ითვლება ძალიან ცუდ რაღაც. აი ავიცი 30-40 წლის უკან კიდე იყო, იმიტომ რომ გავლენა იყო ეს საბჭოთა რაღაც. დღეს საშინელებად მიმაჩნია. რას მივითმე? აუ იცი რა იმდენად ყველაფრის მჭამელი ვარ. უბრალოდ შემიძლია შევჭდე რაღაცაზე რაღაც პერიოდი. აი კიდე პომდისალად შემიძლია ჭამჭათთან ერთად თვე, 2, 3 დაუღალავოთ. არ აქვს სეზონი ჩემთვის მაგას. მე არ ვჭამ იმდენად, რამდენადაც სხვადასხვა რაღაცებს ერთდროულად ვაგემოვნებ და აი იმ გემოებს ვალაგებ, რომელთან შეიძლება ასე ვთქვათ, სინტონიაში წავიდნენ და მე იჟოგა არ მოგწეს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეფი ვიცი, რომელიც ტიტყნის ერთმანეთში რაღაცას და აი იმ წამს რაღაც გემოები ვითომ საინტერესო არის, მაგრამ გარანტირებულად არის გასტრიტი. მე არასდროს არავის მიმართ არ ვარ კრიტიკული. მე შეიძლება გამოვთქვა ჩემი აზრი თუ დამისვეს კითხვა. ან მისთვის თუ დამიძახეს. რაღაცა ზღვარს თუ არ გადაცდა, მე კრიტიკას არ გამოვხატავ. მაგრამ თუ რაღაც პარამეტრები ზღვარს გადაცდა, აუცილებლად გავაკრიტიკებ და მკაცრი ვიქნები და ძალიან მწარე ვიქნები მაგ კრიტიკაში, იმიტომ რომ ის რაღაც პარამეტრებს გადაცდა, რომელიც არ უნდა გადაცდეს. იმიტომ რომ ხო შეიძლება გავწელოთ რაღაც ფიუჟენი ხო ვარ, ჩვენ ხო ფიუჟენის კავკასიური ნიდერლანდები ვარ, ჩვენ გვიყვარს ეს შეცვლა, ათასწლობით მოდის ეს, ხო? მთელი ეს კულტურები, რომელიც ედინებოდა საქართველოში და გაედინებოდა, მან შექმნა ეს საფიროს ხმელეთზე რომ მოხდი, მან შექმნა აივანი, მან შექმნა ფერები, მან შექმნა ფირუზი, მან შექმნა ეს ყველაფერი ჭრელაჭრულა რაღაცები, რომელიც უხდება ჩვენს კულტურაზე. მაგრამ არ არის copy paste. ხვდები? უნიკალური არის, იმიტომ რომ აი რაღაცებს, რასაც ვხედავთ, ჩვენ მე ინსპირაციას კარგად ვემხრობით რა. მე მიმაჩნია რომ რამდენი ოჯახიც არის და რამდენი დიასახლისიც არის, იმდენი ჩაქაფულის რეცეპტი არის და იმდენი ღვინის დაყენების წესი არის. მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც კულინარია და ინოლოგია არის 800-ზე მეტი კი არა, 10,000 წელზე მეტი არის, მაგრამ 8,000 ის ქვევრი არის, მაგრამ იქამდე სანამ მოვიდნენ, კიდე 1-2,000 წელი დაჭერდნენ. ამიტომ ჩემთვის მე მაინც მიმაჩნია, რომ ის აბორიგენები, ის მაცხოვრებლები, რომელიც კავკასიაში ცხოვრობდნენ, ქართველები იყვნენ, ურარტუელები იყვნენ, თუ იბერიელები იყვნენ, თუ კოლხები იყვნენ. ქართველები ნამდვილად არ იყვნენ. იყვნენ ჩვენი წინაპრები, ვისგანაც წარმოვიქმნით ჩვენ. მათ აქვთ უფლება ყველა ადამიანს გააკეთოს თავისი კერძი, თავის გემოზე და თავის მოყვანილობაზე. ხო, როგორ შეიძლება რომ მე გამოვხდე, რომელიმე მხატვარს ვთქვა, რატო ხატავ ამას ესე, ხო? მე შემიძლია ვთქვა, თუ მკითხე, ეს კარგია თუ ცუდი არის. ჯდება თუ არ ჯდება იმ პარამეტრებში რეცეპტორებში, ანუ ნახე, კერძი არის შევსებული, თუ კერძი არის სტერილური. მოდი იცი რა არის, თუ სტერილური, გეტყვი რა, აი მოდი უფრო ტრადიციულად გააკეთე, ვიდრე ეს ინოვაციური და ეს ინოვაციური არაფერი არ შემოგიტანა ასე ახლა. ეგეთი არის ჩემი კრიტიკა. მიწიერებამ, უბრალოებამ, მიწიერებამ, გაზიარების დიდი შნო, ჩუქების დიდი შნო,
გამოცდილების ჩუქების დიდი შნობა აქვს, თორე მე ახლა ეს გიჟი არა ვარ, რომ ამოვიღო და ჯიბიდან ჩემი ნაშრომი ვიღაცას ვატყლო შუბში მივცე არის. მაგრამ ის რომ მე გაუზიარო ადამიანებს ჩემი გამოცდილება იყო მოტივატორი და ბევრისთვის ვარ კიდევაც. ბევრი არც აღიარებს, მაგრამ მაინც შინაგანად იციან ძალიან კარგად, რომ იქ ლურს მაზე კიდია. G საიდანაც წამოიწყო. Როგორ ჯეიმ ოლივერი არის, ახლა რო ავიღოთ რა, ჯეიმ ოლივერი არ არის ისეთი შეფი, რომ დაუშვათ, მასზე უკეთესი თანამედროვე შეფები არიან. მაგრამ ჯეიმ ოლივერი ყოველთვის იყო ადამიანმა, რომელმაც ეს პიონერულად დაანთო ის ცეცხლი და მას მოყვა უკვე და რა ვიცი, დღეს მიშლიანი ვარსკვლავის შეფები არიან, რომლებიც იძახიან და არც მალამე რომ ჯეიმ ოლივერი რო არ ყოფილიყო და მას რომ არ დაეწყო და მაგი რო არ მენახა, მე სამზარეულოში არ მოხვდებოდი, მაგრამ არქიტექტორი ვიყავ. ანუ იცი რა არის, მე ვფიქრობ, რომ თავდაბლობა კარგი არის, მაგრამ შეხსენება არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის, რომ მოდით იცი რა არის, შენ ჩემზე კარგი იყავი, ისე ჯობია მამულსა, ხო? მაგრამ შენ არ დაგავიწყდეს, რომ ის წვეთი ან ის ბიზგი, საიდან წამოვიდა შენში, ეს მაინც უნდა დაიტოვო. იმიტომ რომ ეს არის შეიძლება მე არ ამცე პატივი, მაგრამ ჩემს ნაშრომს უნდა ასე პატივი, იმიტომ რომ ნაშრომი შრომა არ დავაფასეთ, აი მაშინ არის ზუსტად რომ შენ არაფერს არ წარმოადგენ, რაც არ გინდა იყო, რა სახელიც არ გინდა გქონდეს და რამდენი ვარსკვლავიც არ გინდა გეკიდოს კიდე რა და ჩინმენდლები. თავარია რომ შენი სწავლა სხვის შრომის დაფასება. ეგ არის ჩემს ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემს აზრით, ცოლი და ქმარი უღელშით განან, იმიტომ რომ იქ ერთმანეთ ხელი ხელს აბანს და მეორე ორივე სახესა. არ არსებობს ამ ცხოვრებაში არაფერი ერთმანეთის შერწყმიაში, როცა ერთმანეთს არ უდგება რაღაცაში. ეს არის ბიზნესი, ეს არის ურთიერთობა, ეს არის გატანა, ეს არის უბრალოდ ადამიანის ერთმანეთის გამოყენება კეთილი სურვილებით მიზნით. არ არსებობს, მე არ მჯერა, არც არ არსებობს, ვერ ხედავ ფიზიკურად სხვანაირად ორ ადამიანს ერთად თუ ერთმანეთის იქ რაღაც ურთიერთობაში არსებობს გატანა. ჩემი მთელი შრომა, რაც საქართველოში დაუბრუნდი, ხო? ცოტა უფრო ადრე დაუბრუნდი, ვიდრე გამოვედი ტელევიზიაში და პოპულარული გავხდი, მაგრამ იმ ქვეყანიდან საიდანაც მე ჩამოვედი, იმ ქვეყანაში დღემდე უფრო პოპულარული ვარ, ვიდრე ჩემს საკუთარ ქვეყანაში. იქ უფრო მეტ პატივს ასწევენ ჩემს შრომას, ვიდრე მაგალითად ჩემს საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ მე მაგისთვის ხომ არ ვაკეთებ. ეგ რატო ხდება? ჩვენ არ გვაქვს ოქროს შუალედი. ჩვენ ვართ ან ძალიან მაღლა, ან ძალიან დაბლა. ჩვენი ეგო არის ჩვენზე უფრო მაღალი, ვიდრე ჩვენი თავმდაბლობა. მე უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ მე კიდე ლაითად, მაგალითად მეხებიან. ანუ ნეგატიურ ჩარჩოში ვიძახი ამას. ჩემთვის უფრო მეტი კეთილსურველი არის ჩემს ქვეყანაში, იმიტომ რომ მე ცოტა სხვანაირად შემოვედი ადამიანების ცხოვრებაში. ნუ ბევრი ტელევიზიონში კი შემოვიდა სხვანაირად, ხო? ზოგი შემოდის ისე, ზოგი შემოდის ასე, ზოგი არის საყვარელი, ზოგი არის საზეზღარი, ზოგი მერე ისეთი არის, ზოგი ასეთი არის, ზოგი მკაცრი არის, ზოგი მე შემოვედი უფრო აი ეს უფრო საგამონათლებლო ჩემი კულტურის, გასტრონომის ცველის როლში, რომელმაც ბევრი წლები საზღვარგარეთ გაატარა. იქ საზღვარგარეთ ბევრს გააცნო წითელ ხუძვრიანი ჯელოშა, ამასობაში ბევრი ქართული კერძის პოპულარიზაცია მოახდინა, არა მარტო იმ ქვეყანაში სადაც ცხოვრობდა, არამედ ყველა იმ დიდ სცენაზე, სადაც მე წავედი εκεί და ყოველთვის დიდი სიამაყით. და ამ ყველაფერმა მე გადაცემაშიც დაანახა ადამიანებს, რომ მე აი შარლატანის როლში არ ვითამაშე რა და არც მას არასდროს არ ვკეთები, არ მჭირდებოდა ეს არაფერში, იმიტომ რომ მე ვარ ის რაც ვარ და არასდროს არ შევიცვლები. Soy como soy y no voy a cambiar. პირველ რიგში მოდი დავიწყოთ, საიდან წამოვიდა ქართული კულინარიის პოპულარიზაცია სრულიად დუნიაზე. ეს არის ის ხალხი, რომლებიც ემიგრაციაში წავიდნენ 20-30 წლის უკან. წამოიწყეს ეს პატარა ბიზნესები, ყველა ტიპის ბიზნესი. ცოტა ისეთი, ცოტა გაჭირვებით, ცოტა იმით, ცოტა იმით, ცოტა იმით, ცოტა იმით და ამ ხალხმა ეს ხო იცი ქათამი ჩიჩახს თითო კენკვით ივსებს, ანუ თითო მარცვალი, თითო კენკვა არის. და ის ჩიჩახვი რო გაივსოს, ამიტომ მჭირდება ამას საჭირო, რომ სათითაოდ გავაკეთოთ ეს საქმე. ეს საქმე წამოვიდა ამერიკაშიც, იტალიაშიც, ბელგიაშიც, ჰოლანდიაშიც, დიდ ბრიტანეთშიც, რა ვიცი, ყველგან არსებობს დღეს უკვე ბევრი ქართული რესტორანი და ყველა არის overbook.
ყველა გადატვირთული არის. ყოველ საღამოს, ყველა ქართული რესტორანი, ყველა ლეველის ოღონდ არის სავსე. ამას კიდე სხვა დამატებითი რესურსი აქვს და არ შემიძლია არ გამოვხატოთ ჩემი მადლიერება, მაგალითად საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მიმართ. იმიტომ რომ ეგ მნიშვნელოვანი არის. ის როგორ ხედავს შენ და როგორ აფასებ მის შრომას outside და აი გარეთ მხრიდან, ხო? სხვა რაღაცა არის. მაგრამ ის როცა შენ უკვე უშუალოდ შიგნით ხარ სამზარეულოში და ცდილობ რომ ქვეყნის ტურიზმი გაზარდო და ქვეყნის კულტურის პოპულარიზაცია მოახდინო შენ სხვადასხვა ქვეყანაში ფინანსურ რესურსზე აღარ მაქვს ლაპარაკი აქ. აქ მაქვს ლაპარაკი რომ აი მოდი მაისურის სიყვარულის გამო გავაკეთოთ ეს. და ეს მაისური ვიცით რომ ბორჯღალო არის და ვიცით რომ ქართული არის და ამის გამო ვაკეთებ და რაღაცებს წირავ და რაღაცებს მაგრამ იქ ხომ ერთი მეორეს ფარავს, ხო? ფარავს შენი პოპულარიზაცია, რისთვისაც შენ გინდა იყო დაფასებული და ეს არის შენი მოტივატორი, ხო? აი ძალიან დებილი უნდა იყო რომ აიღო ხმალი და წავხიდე თავი მიაკლა რაღაცას, იმიტომ რომ შენ თუ მიაკელი და კიდე სხვა მიაკლა თავი, შედეგი არასდროს არ იქნება, იმიტომ რომ დაიხოცეთ. მაგრამ თავი კი უნდა დავიხოცოთ, ჩვენ უნდა ვიხმაროთ ხერხი, ჯობია ხო, ესა ხო, ესაც ხო ჩვენი ქართული გამონათქვამი არის, არა? სწორედ უნდა გაკეთდეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ხო პანდემია რო დაიწყო, პანდემიიდან სულ რაღაცა ჩავარდნები გვაქვს. სულ რაღაცა ხდება. ეს არის პოლიტიკური თუ, ეს არის ბუნებრივი თუ, ეს არის ანატომიური თუ, არ ვიცი, სულ რაღაცა ხდება ამ ჩვენს ქვეყანაში, რამ დაწყელა ამისთანა, რომ ვერ გამოვედით ამ ჩაკეტილი სივრციდან, რომელიც იცი რა არის, რომ აი დიდ შრომას, ორმაგ შრომას იწევს ხდები და დღევანდელი პოპულარობა ზუსტად ეს არის, რომ შენ ერთი არის რომ სადღაც რეგიონში, რომელიღაცა პროვინციაში, ბრიტანეთში თუ ჰოლანდიაში თუ ბოსტონში თუ whatever anyway, რაღაცა გახსენი, იქ შენ მუშაობ. მაგრამ შენ არ ხარ პოპულარული და აი ზუსტად აი ეხლა ირთვება ჩემი და ჩემნაირების შრომა. იმიტომ რომ ჩვენ გავდივართ, ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ ვდებთ ჩვენ ინვესტიციას, ჩვენ ვაბავთ 24-24-ზე იმისათვის რომ ფეხზე ვიდგეთ, წინასწარ მოვამგზავრდოთ, ვიფიქროთ და თავისთავად ქართული კერძების რაღაც 5 კერძი არის, რომელიც უკვე კერძი აღარ არის. საქართველოს კულტურის სავიზიტო ბარათი არის, ხო? და ვიცით რაც არის ეს. ძვადი კაბაბი, ხინკალი, აი ესეთი მარტივი რაღაცები, რომელმაც წამოიღო და ცნობადობა აუწია ჩვენი შრომიდან გამომდინარე. და ამასობაში შეხედე რა ხდება, შენ უკვე მომზადებული, შენ დამახვედე მომზადებული ნიადაგი, შენ დამახვედე რესტორანი, რომელიც არ არის პოპულარული, მაგრამ მუშაობს. მაგრამ არ არის პოპულარული. მაგრამ მე უკვე ვერთვები შენ ბაზაზე ვამყარებ, რომ შენ გაგხადო პოპულარული. და შენ ნავაჭრი თუ 2000 ევრო იყო ან დოლარი ღაში, მინდა გაგიხადო 4000 დოლარი და ჩვენ ეს გავაკეთეთ. და ამაშიც ერთ-ერთი პიონერი მე ვიყავი. ღრმა ბავშვობაში, როცა შემოვედი ამ პროფესიაში, შემოვედი უკვე რაღაცა ბაზით. ეს ბაზა იყო ჩემი ოჯახის გასტრონომიული კულტურა. სუფრობანა. დაშალე აწყე, დაკალი გაატყავე, ააწყე, მოაყრე, ჩაყარეთ, მიყარეთ, დაყარეთ და გეიფე, ჩაძეწყლე და ბოლოს გძინავს უკვე სუფრაზე. აი ამ ტრადიციამ და იმ ადამიანებმა და იმ სანაცვლო წრემ, რომელიც ძალიან ირუდირებულები იყვნენ, ძალიან თეატრალები იყვნენ. ამან ჩემში დახვეწა გათალა სხვა ტიპის ადამიანი. ჩემი წარმატების ერთ-ერთი ნიშაც ეგ არის, რომ მე არა ვარ, აი მოდი აი ეს რაღაცა ჩაჭყლაპ ტიპი რა. მაგრამ მე მომიწია, მე ძალიან ადრევა 16 წლის პასპორტი როცა ავიღე, მომიწია მოსკოვში პირველი ჩემი ემიგრაცია იყო 6 წლიანი მოსკოვში და ეგ მოსკოვში დავთვერი რესტორანში ვიმღერე და უცებ გნესინების სახელმწიფო სასწავლებელში მოხვდი. რომელზეც მე ყოველთვის ფიქრობდი რა ძალა მედგა, რატომ დილით სასწავლებელი, შუა დღისით რესტორანი, ღამე საკონდიტრო და აი ეს ამ სამებაში ვიყავი მოქცეული ამ 6 წლის განმავლობაში და რა ძალა მედგა, მომღერალი ჩემგან არ გამოვიდა. ამან დახვეწა რაღაცა ხმის ტემბრი, რაღაც გუმბათის შექმნა, ტრალივალი და აი სასიამოვნო მოსასმენი ვარ. ჟღერადობას ვიძახი, იმიტომ რომ
დაასახელეთ მეგობრებო ის ადამიანები, რომლის მოსმენაც გეზიზღებათ. მე მყავს დაჟე ახლობლებიც, რომლის ხმის გაგონებაც არ მინდა. ანუ არიან ადამიანები, რომელსაც უსმენ და მისი ხმა არ არის გამაღიზიანებელი. მე ვთვლი, რომ მე ჩემი ხმა არ არის გამაღიზიანებელი. აი ჩემ თავთან რო ვჩხუბობდი რა ძალა გედგა, რატო წვალობდი ამდენს და ერთ-ერთ კარგ ქალბატონთან გაუზიარე ეს ჩემი ისა და უთხრა გურამ შენ რო ის 5 წელი იქ და 6 წელი არ გებლო, არ გესწავლა ენის გამტეხები არ გესწავლა რა თქმა უნდა სლავურ ენაზე იყო და ჩემი ასე ვთქვათ სკოლა რუსულ ენაზე მაქვს დამთავრებული სასწავლებელი რუსულ ენაზე ოჯახში პრაქტიკულად რუსულად საუბრობდით მე ემიგრაციაში წავედი და პორტუგალიაში ვიყავ და ქართული მეტყველება არ მესმოდა და არავის ქართულად არ ვესაუბრებოდი ამიტომ მე როცა დავუბრუნდი მაშინ ვისწავლე ქართული ენა და წერაც და კითხვა ხუმრობის გარეშე ვსაუბრობ ამას და აი კარგად ქართული ენის ნასწავლა ადამიანს როცა უსმენ შურს იმიტომ რომ ბაგაჟი უფრო დიდარი აქვს და უფრო დიდი აქვს და მინდა რომ მქონდეს მეც მაგრამ ეს ხო იცი რომ ჩანერგილი არ მქონია მე ამიტომ ხანდახან ისეთ რაღაცებს წერ რომ მამულჩეს უმევრა ის ძალე შეჭემა ქართული ხანდახან რომ წერ ხოლმე მე თვითონ ანუ ძიმე წერტილი კითხვის ნიშანი არ არსებობს შეთან ყველაზე უკითხავი განათლებული ვარ ყველაზე გაუნათლებელი განათლებული ვარ ჩემს პროფესიაში მე გაუნათლებელი ადამიანი ვარ. მე არა მაქვს ქართული სკოლა დამთავრებული. რუსულშიც კიდე ძალით დედაჭემი ხან რომელ სკოლაში რემონტს აკეთებდა, ხან რომელ სკოლაში, იმიტომ რომ იქიდან გამომაგდებდნენ, აქ რომ მივეღო, იქ რემონტი უნდა გაკეთებულიყო და აქ კიდე შეღებილიყო, ციკლოვკა გაკეთებულიყო. ახლა ქარხნის საწყობის გამგე იყო დედაჭემი. ცხონებული და კლასიდან კლასში გადაყვანე სრული პარაზიტი ვიყავ. კი არ ვამაყობ ამით. უბრალოდ შედეგი რა გამოვიდა ბოლოს, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ну ჩემში ყოველ შემთხვევაში მე ვთვლი ჩემ თავს ყველაზე რეალიზებულ ადამიანს ჩემს პროფესიაში და საერთოდ ცხოვრებაში საერთოდ არაფერი არ მაკლია იცი რა არის რომ წარმატებული ადამიანის აი ეს კლიშე ცოტა უსაზღვრო არის რა არის შენთვის წარმატება ვინ ხარ ან ვინ იყავი და რა გახდი. ეგ თუ არის წარმატება, კი, მაგრამ წარმატება ჯერ კიდე სანამ ადამიანი ტკეპნის დუნიას წარმატებები ყოველდღე არის. გაჩნდა ვისთვის რა არის წარმატება? ჩემთვის ეს არის წარმატება. იმისთვის წარმატება ეს არის, რომ აი სუფრა იყიდა, ვიღაცა მანქანა იყიდა. ვისთვის რა არის წარმატება? მე ვფიქრობ, რომ წარმატება ყოველდღიური მონაპოვარი არის და შენი უსაზღვრო ფიალის შესავსები ელემენტები არის. თლა წარმატებული ვერ ვთვლი ბოლომდე ჩემ თავს, მაგრამ რეალიზებულად 100%-ად ვთვლი ჩემ თავს. გამოწვევებს როგორ უკლავდები, რაც არ კლავს გაძლიერებს. მე გამოვიარე ძალიან რთული გზა, მით უმეტეს იმ პერიოდში, როცა ადამიანი არის გარდატეხის პერიოდში. როცა ხარ ბავშვი, გჭირდება პამპერსი და სოსკა. ხო ეგრე არის, დანარჩენი არის სიყვარული არის, ძალიან უყურებ მამაშენს, მამაშენი გეღრიჭება, შენ რაღაც ცოტა ის არის, არალოგიკური არის, იმიტომ რომ too much infantile არის. ეხლა, როცა შენ გჭირდება ყველაზე ძალიან მშობელი, მაგ პერიოდში შენ მშობელი აღარ ყავდა. მე ჩემს საკუთარ თავზე ვიდახი. როცა შენ გჭირდება ამაგი, როცა შენ გჭირდება სითბო, მხარით დაჭერა, მოხდა ისე რომ აღარ მყავდა რა მამა და დედაც უკვე აღარ იყო ჩემს გვერდზე, მე უკვე სხვა ქვეყანაში ვარ და ემიგრანტი ვარ რა. როგორც აი ესე გადაგდებული ხარ ბუნებაზე, რაც აი გადარჩი, აი ცუგები რო არიან, ხო იცი, კიდე ამათ უმართლებს, იმიტომ რომ ამათ კემაიც ქოხსულ შენებენ და ვიღაცა ერთ მუჭა იმას რა ქვია, საკვებს დაუყრის. ჩემ შემთხვევაში თან იმ პერიოდში 91-დან 95-16 წლამდე ვიძახი მე. აი როცა იზრდები და ყალიბდები, ყველაზე რთული არის არ გქონდეს ის რაც მნიშვნელოვანი არის, ხო? სათამაშო, უნდა გამოიარო რაღაც გეიმი, რაღაცა, ეს ხო ყველაფერი შენ გზრდის, ხვეწავს და შენში ეძებს, ვინ ხარ შენ? შენ ნიჭს შინაგანად ავითარებს. ვიღაცა ხატვა, ვიღაცას ფანქრები, ვიღაცას კუბიკ რუბიკი, ვიღაცას ლეგო, ვიღაცას ის ვიღაცა. აი ეს ყველაფერი მთლიანად დაკარგული მქონდა მე და ისე პერიოდებიც გამივლია, რომ -20 გრადუსი არის მოსკოვში, სადღაც იქით მოსკოვის გარეთ ცხოვრობდი და მატარებლით უნდა წავსულიყავი და ჩამოსულიყავი და ვეძებდი, იმიტომ რომ
ვიღაცა ბანდიტები იჯდნენ რესტორანში, მე ვერ წავედი იმ პერიოდში, როცა ბოლო მატარებელი გადის და მიწევს სადგურთან კორპუსის მოძიება, კარები ღია, იმიტომ რომ გამთბარიყავი და არ გავყენულიყავი. ანუ ეს ყველაფერი ჩემთვის იმდენად ძლიერი არის და იმდენად გაწვრთნილი არის ეს ჩემი ფოლადი, ჩემ ნერვებზე ვიძახი, რომ საერთოდ არავისი არანაირი აზრი არასდროს არ იქნება ჩემთვის დამაზიანებელი. არავისი აზრი არ იქნება ჩემთვის მნიშვნელოვანი, რა და როგორ უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ იმდენად ღრმა ძლიერი სკოლა გამოვიარე, რომ ვერაფერი ვერ წამაქცევს. აი ის შეიძლება ის რაღაც 9 მმ-ით შემთხვევითი ვიღაციდან აი გასროლილი რომ მომხვდეს და დამაგდეს, მე მაინც უკვდავი ვრჩები, ხვდები? იმიტომ რომ მე უკვე ეს დავდე. სულ რაღაც 9 საუკუნეში. შეიძლება ეხლა მე იმ ეპოქაში აღარ ვცხოვრობ, ობელისკები და ძეგლები და რაღაცები, მორჩა ეს ეპოქა, ხო? მაგრამ ვფიქრობ, რომ ის დასაწერი რაც იყო, მე დავწერე. მე რომ საზოგადოებას დიდ მასას არ ვყარებოდი და ეს სიყვარული არ გამოხატულიყო მათ მიერ, თქვენს მიერ გულისხმობ. მე ალბათ ამდენს არ ჩავდებდი. ვერ ჩავდებდი, იმიტომ რომ შენ რომ ამოძრაო ვირი არის სახედა თივი რო არ დაუყარო არ წავადო. რაც არ გინდა ურტყი, თუ გინდა ლაპათკა გადაარტყი თავზე, მაინც არ წავა, იმიტომ რომ ჭირდება ენერგია. საზოგადოება. აი ეს გემრიელი ლამაზი ხალხი. ვინც არ მიცნობს და წერს კარგს, წერს აი მინიმალურს წერს. შეიძლება ცუდი რო გავაკეთო, ძალიან დიდ ტექსტს დაწერე. შეიძლება კი ეგრე არის. რესტორანშიც ესე არის, ადამიანი როცა მოდის შენთან სტუმრად, მოვა შეჭამს, ხიხი ხახათი, რაღაცა ყველაფერი დანაყრებული წავა, არც შეიძლება არც დაიხარჯოს და არ თქვას მადლობა ვთქვა. ნუ არა, ჩემს кейსზე არა მაქვს ლაპარაკი, მაგრამ ძირითადად ხო ვიცი, ხო 40 წელია ამ პროფესიას ვეუფლები და 40 წლის განმავლობაში ბევრი რამ მაქვს ნარახი და გაგონილი. მაგრამ ეხლა ჭორებით არ ვცხოვრობ. ხო და აი დღეს მაგალითად სოციალური ქსელები უფრო მეტ საშუალებას გაძლევენ აღორძინდე თუ ჩირქი გცენ. ხტები? და მარტივი არის, მაგალითად მოვიდა, 5 ჯერ მოვიდა გემრიელი არის, მე-6-ეთ რაღაცა შემთხვევა მოხდა, იმის მაგივრად რომ ეს თავისი ცუდ bad experience გააზიაროს, ცუდი გამოცდილება გააზიაროს თავის მენეჯერთან, რომელიც ხვდება რესტორანში და აცილებს მაგიდაზე, შეუძლია ჩაყლაპოს, წავიდეს და მე აი ვეფხვის ტყაოსანი მოდაში არის და მოდი ვიტყვი რომ ვეფხვის ტყაოსანის პოემა მოგიწუნას, როგორც აი ყველაფერი უკიდურესად ნეგატიური. მაგრამ ის როცა ის ნასიამოვნები დარჩა, იქ შეიძლება 5 სიტყვაც იყოს ძალიან ძიმე, ან მაგისთვის დრო არ გამონახოს ადამიანი. გაბრაზებულზე უფრო მეც აზიარებს, ვიდრე გახარებულზე ადამიანი. და ჩემს შემთხვევაში გახარებულზე ვუხარი ვარ ადამიანებს, როცა მხედავენ. არა, ვუხარი ვარ, იმიტომ რომ არა ტრაქს არ ვათამაშებ რა, ამჭირდება. ეგ არ ამოჭრა. არც ენაზე თმა არ მომდის, რომ ვიღაცას რაღაც. ლელელელელე. I don't need this. 13 წლიდან ჩემ ანგარიშებს ყველას მევიხდი, ამიტომ აბსოლუტურად არავისი აზრი, რომელიც იქნება ნეგატიურად გამოხატული ჩემს მიმართ, აი ჩემი ზაღლების კუდის ქვეშ არის. მე არასდროს არ ყვარებია, მაგას შეუყვარდი. პირიქით მოხდა. მე არ ამირჩევია ეს პროფესია, მან ამირჩევია. აი ტყე, ნადირობა, თევზაობა, სუფრა, ბაიათები, საათნობა, სახარო, ამაზე გავიზარდე, სოლაკელი ვარ. ეს არის ანუ ისეთ უბანში დავიბადე და გავიზარდე, სამკუთხედი იყო ვეძისი, სოლოლაკი და ავჭალა. აი ეს სამკუთხედი იყო, ნახე, ანუ არაფერი არ დამაკლდა, სვეცკობაც, ისათობაც, ასეთობაც, გლეხობაც და ძროხაც და ფუნაც და ნეხვის და მისიცური, ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. ამაზე იმიტომ არის, რომ მე რატომ ვთვლი ჩემ თავს სრულყოფილ შეფსარებლად, იმიტომ რომ ვიცი, როდის უნდა აღვივო შენ თესლი იმისათვის, რომ დააჩითილო გადარგა, ვიცი, როდის უნდა რამდენი დღე ჭირდება ნებისმიერ ფრინველს ინკუბაციური პერიოდი, როდის უნდა დავკლა, როდის რა უნდა გავაკეთო, ყველაფერი ვიცი. ის კი არ ვიცი, მარტო რომ დახსე რომ მომიტანე და არ ვიცი იმის დაფასება.
რომ კინძის ძირი უნდა მოვჭრა და ნაგავში გადავაგდო. ვერასდროს ვერ ვიზავ მაგას, იმიტომ რომ მე იმის დაფასება ვიცი, იმიტომ რომ იმ გლეხმა მოინდომა ხო და ამ სეზონი მთლიანად დილით 4 საათზე, 5 საათზე ყანაში თოხით ყოფნა და ხარჯი და წვიმა და ზარალი და რა ვიცი ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლებიც შეეძლო რომ თავისუფლად გაენადგურებინა მის შრომა და დაეტოვებინა მშიერი მისი ოჯახი და კიდე სხვა ოჯახები ვიც მასზე მუშაობს. ანუ იქიდან ვიცი მე, აი საძირკველიდან ვიცი ჩემი საქმე. აბსოლუტურად ყველაფერი. აბსოლუტურად აი ნებისმიერი ტერმინოლოგია, რომელიც კი კაცობრიობამ მოაშინაურა ნებისმიერი ცხოველი თუ ფრინველი თუ ნებისმიერი აგროკულტურა, იმისი A-დან H-მდე ვიცი მაგათი ამბავი. იმიტომაც ვარ მე ესეთ. იმიტომ რომ ვიცი, იმიტომ რომ მაინტერესებს. ანუ ხო, გურმანი? რა არის გურმანი? ძალიან ფიქრობ, რომ ესეთი ნათქვამი სიტყვა არის, ვისაც კაი ჭამა უყვარს, გონიათ რომ გურმანი არის. გურმანობა სხვა რაღაცა არის. გურმანი არის ექსპერიმენტი ფიუჟენი შენს რეცეპტორებში, იმიტომ რომ შენ როცა იბადები ორი მეხსერიებით, ერთი მეხსერიება ერთთან დაყოლილი, მეორე არის შენთან დაბადებული. თან დაყოლილი არის გენეტიკური შენი რეცეპტორი, რომელიც უფრო ღრმა არის და უფრო ხანგრძლივი, ვიდრე შენ არსებობ. შენი ბებიის გენეტიკა არის შენს რეცეპტორში და შენს ტვინში კიდე შენთან ერთად იბადება ეგ მეხსიერება. და გურმანი ხარ მაშინ, როცა როგორ აგიხსნა, როცა შენ შეგიძლია განასხვაო ის ხუთი გემოვნური თვისება, რომელიც არის. ცხარე, მლაშე, მჟავე, უმამი, ისეთი, ასეთი, პეტრე, პავლე ხდები? აი მაშინ ხარ გურმანი. მაგრამ ის რომ შენ ახლა კანჭ დაითრევ და ამოისმეს და პირდა ხუთ ხაშაპოს დააყოლებ და ორ დოკვინო და ჩააცეცხლებ და ეგ გურმანობა კი არა, ეგ კაი მჭამელობა. ღმერთმა შეარყოს. მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო, ძალიან მიყვარს ჩემი კულტურა, ძალიან მიყვარს ჩემი ყველა ადათ-წესი, აი წელთაღრიცხვამდე და დღემდე მომოყოლებელი, აბსოლუტურად ყველაფერი მიყვარს, რაც საქართველოს. მე უბრალოდ უფრო ხშირად უკვე ადამიანები აღარ მიყვარს, ვინც ჩემი ქვეყნის ნაციონალურ როგორ გითხრა, იცი რომ აი ითვლება ქართველად, მაგრამ არ ქართველობს. ბევრად უფრო აქ უკვე ირთვება ჩემი სენტიმენტალიზმი. მტკივა, რომ აი იტყვის რომ ქართველი ვარ, მაგრამ ქართული საქციელი არ აქვს. ქართველობა სულ სხვა რაღაცა არის. ქართველობა არის ქალის მიმართ პატივისცემა, ბავშვის მიმართ პატივისცემა, ხნიერის მიმართ, ან ჯერ პირველ რიგში ჩვენ სანამ რაღაცას პატივს ვცემთ, უნდა ვცემთ ადამიანს, ჩვენნაირს. ხო? ბიბლიას თავი დავანებოთ, რელიგია გადავდოთ, პოლიტიკა გადავდოთ და მოდი ვილაპარაკოთ რა არის ქართველი. რითი განსხვავდები შენ სხვა ერებისგან? რომ ჩვენი მტრის სიყვარულშიც კი გამორჩეულად სხვანაირები ვართ. საკუთარი მტერის სიყვარული შეგვიძლია ხალხმა. ხვდები, აი იქიდან ვიწყოთ ერთმანეთის პატივისცემა. მოდი პატრიარქს მოვიყვან, არ მინდოდა რელიგიაზე ლაპარაკი, მაგრამ გეტყვი რომ ისე გაერთიანა, ხო? მე ჩემს ადამიანის 9 საუკუნეში თუ ბუნებრივ 9 საუკუნეში 50-50 წელს მე არ მინახავს ეგეთი რაღაცა. просто შეხედე, აი ჯერ ხო ადამიანი არის და მე არის უკვე ეს ჩინმედლები არა, მისი წოდებები და მისი უწმინდესობები და ნუ ეს ყველაფერი ეს ხო მე მოსული არის, მაგრამ ხო ჩვენნაირი არის. ხო ჩვენნაირად დაბადებული არის. არა. შეხედე რამხელა სიყვარული დათესა, იმიტომ რომ მან ადამიანებს ბევრს ასწავლა ადამიანის სიყვარული, მაგრამ ამავდროულად ბევრი არ უსმენდა. და ბევრი ვინც მივიდა, იმიტომ მივიდა რომ ნანობდა რომ არ ისწავლეს ის რასაც გადაგებდა ის ადამიანი. მათი არაშესრულებული დავალება მათი მეცხვარის მიერ წყემსი იყო. წყემსმა დაავალა, ვერ შეასრულეს და მე მოსანენიებლად მოვიდნენ. მაგრამ ჩვენ ხომ სიცოცხლეში უნდა ვცეთ ერთმანეთს პატივი. აბა სიცოცხლეში დაეჯერებინათ მეტი მაგისტვის. აბა სიცოცხლეში გაყოლოდნენ მაგ გზას, რასაც ის კაცი გადაგებდა.
ბევრი ის არის. ბევრი ჯვარზე გამაკრავს და კოცონზე დამწოვოს ახლა პირდაპირ ჯაკოკონობაზე მომიკიდებენ წელს, რასაც მე ვიძახი, მაგრამ ეს სიმართლე არის. მე ძალიან რთული ვარ სიყვარულზე. იმიტომ რომ რაღაცაში როცა იწვრთნები, გინახავს ალბათ, ხო, როცა რკინას იღებს მჭედელი და წვავს და დარტყმის დროს რაღაცები ძვრება. მეტალი გაწვრთნილ რკინას ტყდება და ძვრება ყოველ დარტყმაზე. ფიქრობ, რომ სიყვარული ჩვენ ჯერ არ ვიცით სიყვარულის ახსნა. აი ეს ტყემალი რო აყვავდება, აი ერთი კვირის უკან გადაყვავდა ეს ტყემალი, აი მწვანე ბუჩქი როა. ეგ უფრო მიყვარს, ვიდრე შეიძლება რომელიღაცა ადამიანი მიყვარდეს. ჩემთვის სიყვარულის სხვა რაღაცა არის. ჩემთვის სიყვარული ადამიანთან საჩუქრის მიტანით არ განისაზღვრება. კარგი გამარჯობა, ეს ჩემი ვალდებულება არის როგორც ადამიანის. ეგ არ არის სიყვარული. სიყვარულის სხვა გზნობა არის, რომელსაც მე ვერასდროს ვერ აღწერ. ალბათ ვერ მეხება. ალბათ აი იქ მოხდა რაღაციდან რაღაცის რაღაცა მოვიგე, რაღაცა შევწირე. რაღაცა დამეკარგა, რაღაცა გამეპარა. არ ვიცი, მე სიყვარულს ვერ აქვს. მე ვფიქრობ, რომ სიყვარულის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს პატივისცემა, ცოცხლის. იმან ვინც შექმნა მანქანა, უნდა ვიცოდეთ დათმობა, რომ იქ შეიძლება ის შეცდომას უშვებს გზას არასწორად გადადის, მაგრამ ხომ ადამიანის მიერ არის შექმნილი მანქანა და პრიორიტეტი ადამიანს უნდა კონდეს და არა ავტომობილს. იქ არ უნდა გავაჩერო მანქანა, სადაც ადამიანმა უნდა დაიაროს. იმიტომ რომ მან შექმნა ავტომობილი. მე არ უნდა შევზღუდო ის მისი უფლება. მე პირველ რიგში ადამიანი უნდა მყავდეს. შეიძლება ეგაც არის სიყვარული, არ ვიცი. პირადული საიდუმლო კითხვა არის, ყოველთვის რაღაც უნდა დავიტოვოთ მომავალში რაღაცა ოცნება, იმისათვის რომ ყველაფერი თუ ავისრულეთ, მერე ხო უკვე არ არის საინტერესო ცხოვრება, არა. ხო, და აი ჩემი 360 გრადუსი არეალიდან შენ არეალზე გადმოგწდები მე შენ. კარგი? და აი შენ არეალს მინდა წარმატება უსრულო პირველ რიგში. მინდა რომ იყოს მართლა თავისუფალი არეალი. იმიტომ რომ თავისუფალი არეალი არ არის მარტო ჰორიზონტი. არეალი არის შენი შესაძლებლობა, შენი მოედანი არის შენი არეალი. ამიტომ ცირ არის რომ ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს უნდა დაუტოვოთ ეს თავის საკუთარი პირადი არეალი, იქ რომელსაც შეიძლება სხვადასხვა ზომის იყოს, ხვდები? ხო და აი ეს სადღაც იქ უნდა დაუტოვოთ ყოველთვის იმ ადამიანის პირადული არეალი. იმიტომ რომ ეს ვფიქრობ, რომ ძალიან ინტიმური არის. როგორც ჩემი საცვალი. ჩვენ შვილებსაც უნდა დაუტოვოთ საკუთარი არეალი. მიუხედავად იმისა, რომ შენ მისი მშობელი ხარ, არ აქვს არანაირი უფლება, რომ მის არეალში შეხვიდე. ხვდები? ხო შეიძლება რომ აკონტროლო, მაგრამ არ იყო მისი არეალის ნაწილი, ვერ იქნები. იმიტომ რომ იქ უკვე შენ დააზიანე შენი მომავალი შენ ურთიერთობაში შეშულთან. იმიტომ რომ არეალი უნდა იყოს თავისუფალი. იცი რა არის, რომ მე არასდროს არ ვიგეგმები. აი გჯერა, ჩავედი ბრაზილიაში, ოღონდ გარტყმაში არ ვიყავი, რა უნდა მეკითხებინა. მე არ ვიგეგმები არასდროს. მე არ ვგეგმავ არანაირ დეკორს და დიზაინს. ყოველთვის თვითონ ითხოვს მომენტი, რას უნდა ვაკეთებდე. მაგრამ ის რომ ჩემს ცხოვრებაში და ჩემი ცხოვრება არ არის მონოტონური, მე მგონი სრულიად საქართველოს მეცის. რომ ხან ალთასა ვარ, ხან ბალთასა ვარ, ხან თვითონავში ვარ, ხან ჰაერში უფრო მეც ვატარებ ვიდრე მიწაზე. იმიტომ სულ რაღაცას ვაკეთებ, ვორკოჰოლიკი ვარ ჩვეულებრივი, ხვდები? აი ეს გაჩერდი, გაიყინე, დაჟანგდი და ჭრიჭინი დაგიწყოს, როგორც აღარ ჩემი იატაკზე იყო, შენ ოპერატორი რო დადიოდა, მაგას ვერ მივცემ ჩემ თავისუფლებას. ხვდები? და მოდი მომავალში სურპრიზად დავტოვოთ ჩვენ არეალში რა იქნება. მაგრამ ყოველთვის საინტერესო იქნება ეს ჩვენ დღევანდელი ინტერვიუც ხო არც მიკითხავს, არც წამიკითხავს, არანაირი კითხვა, არანაირი მასალა მომზადებული არ. ეს ბუნებრივი არის და ბუნებრივი ყოველთვის არის ხელჩასაჭირო.